ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ყველა ვარსკვლავთან მატჩის კენჭის ყრა დასრულებულია. ხმის მიცემა დღეს თბილისის დროით დილის 8 საათსა და 59 წამზე შეწყდა. საბოლოო შედეგი 22 იანვარს გამოქვეყნდება. ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ყველა ვარსკვლავის მატჩზე ხმის მიცემა დასრულდა. 14 იანვრის მონაცემებით საქართველოს ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია დასავლეთ კონფერენციის წინახაზელებში 299,584 ხმით მერვე ადგილზე იმყოფებოდა. ერთი თვისა და ერთი კვირის განმავლობაში საუკეთესო ქართველი კალათბურთელისთვის ხმის მიცემა მთავარ თემად იქცა. მადლობა მთელ საქართველოს ყველა ჟურნალისტ, ყველა ვინც იყო ჩართული ამ აქციაზე. იმედი მაქვს, რომ შეუძლებელია ამ ბოლო პერიოდში ბევრი ხმა მივცე ზაზა ფაჩულიას. ვფიქრობ, რომ როგორც ზაზა, ასე თითოეულ ჩვენთაგან უკვე გამარჯვებულია, მაგრამ მთელი მსოფლიო ლაპარაკობს ჩვენს ერთიანობაზე და ალბათ ეს ერთიანობა და თანადგომა გახდება საწინარი ჩვენი შემდგომის წარმატების როგორც სპორტში, ასევე თითოეულ ჩვენ საქმეში. ის რომ ფაჩულიას საუკეთესო სეზონი აქვს NBA-ში, იციან მისმა თანაგუნდელებმა, თუმცა ნაკრების სამწვრთნელო შტაბს არც განული ზაფხული ავიწყდება, როდესაც ევროპის ჩემპიონატზე კაპიტანის სტაბილურობით გამოირჩეოდა. მას უდიდესი შრომა აქვს ჩადებული ეროვნული ნაკრების წარმატებაში და ვფიქრობ, რომ ის ხარდაჭერა, რომელიც გამოხატავს ქართველი ხალხი მის მიმართ, მას ნამდვილად ეკუთვნის. მთელი ქვეყანა ამ ხარში უძრავართ, სამწუხაროა, რომ ცოტა გვიან ჩავერთეთ და გვიან დაიწყო ეს აქცია. რაღაც ხარვეზების გამო ბევრი ხმაც დავკარგეთ, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ ზაზა ოსტაში ითამაშებს. საუკეთესო სეზონი ეროვნული ნაკრების ლიდერი, ქართველი, რომელიც ქვეყანას ასახელებს. ეს ხმის მიცემის ის პრინციპია, რომლითაც უბრალო გულშემატკივარი ხელმძღვანელობდა, თუმცა სხვა იყო ფაჩულიას ბავშვობის მეგობრის мотиваცია. იყო ძალიან მეგობრული, რომელიც და ხასიათი როგორც ჰქონდა ბავშვობაში არ სწრებდა და არის ზუსტად ისეთი, არ შეუძლია წარმატებულ კარიერას, რომელიც მას აქვს. სანამ ამერიკაში ხმის მიცემის პროცედურა შეწყდებოდა, ფაჩულია კიდევ ერთ გამორჩეულ მატჩს ატარებდა. დალასმა ბოსტონს ოვერტაიმში 118-113 მოუგო. ფაჩულიას ანგარიშზე 19 მოხსნა. NBA-ის ყველა ვარსკვლავის შეხვედრა 14 თებერვალს კანადაში, ტორონტოში გაიმართება.